გადავწყვიტე მომემზადებინა ძალიან საინტერესო ამბები მსოფლიოში ცნობილი წვნიანების შესახებ და მოკლედ თითოეულ ქვეყანას წვნიანის მომზადების თავისი უნიკალური რეცეპტი აქვს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში თაობიდან თაობას გადაეცემა და დღეს ჩვენ სიამოვნებით ვაგემოვნებთ ხოლმე. მოკლედ გამოცემა CNN-მა მსოფლიოს საუკეთესო წვნიანები დაასახელა და ერთად შეგვიძლია რომ ახლა გადავავლოთ თვალი. საინტერესოა აი მსოფლიო გამოცდილებას და წვნიანებს კერძებს თუ გადავავლებთ თვალს თქვენთვის გამოირჩევენ. კი ბატონო, აბადავით. აბამით. ამ ჩამონათვალს. აბამით. ერთ-ერთ წამყვან ადგილს მაყურებელს ვეთყვი რომ უკრაინული ბორში იკავებს, როგორც გამოცემა აღნიშნავს. ჭარხლით, კომპოსტოთი და ასევე ხორცით მომზადებული ამ კერძის ფერი და გემო დაუვიწყარია და ამაში ნამდვილად ვეთანხმები. ამ კვლევებს აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2022 წელს იუნესკომ ის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაშიც ოფიციალურად შეიტანა ბატონო და ბორში მეც პირადად ძალიან მიყვარს და არა თავისი ხასხასა ფერით და გემოების გარეშე კიდევ უფრო მეტად. კი ბატონო. აბა ნახოთ ტყვილი ბორში თუ მოხდება ამ შემთხვევაში. ბორში ამ სახით მოხდა ყოველ შემთხვევაში. მე ვიცი რომ ერთი ჩვენი კერძი აუცილებლად მოხდა წვნიანი. არ ვიცი, აი ახლა მე გავაგრძელებ ჩამონათვალს და მივიდეთ მაგამდე. ესე იგი საკმაოდ პოპულარულია ნიგერიის ტრადიციული წვნიანი სახელწოდებით ბანგა. მას საქონლის ხორცით გამომშრალი ზღვის პროდუქტებით, პალმის ხის ნაყოფითა და ზეთით ამზადებენ. ადრე თურმე ბანგა სამეფო კერძად ითვლებოდა ბანგა. სამეფო კერძად ითვლებოდა, რომელსაც მხოლოდ მეფეები სამეფო კარზე მყოფი ადამიანები მიირთმევდნენ. განსაკუთრებულ არომატს წვნიანს სუნელების სპეციალური ნაზავი ანიჭებს, რომელსაც ადგილობრივი მცენარეებისგან ამზადებენ. იცი რა არის? აი ამ შემთხვევაში უკვე ჩემს სამეგრელოს მოვიყვანდი მაგალითად სუნელები რა არა და ჩვენ რო ვიცით, თან ცოტა მხარი გამირბის ესე დროს, ხო იცი? სამეფო კარზე ეგ სუნელები არ გაუსინჯავთ ხო და თუნდაც ჩვენ სამეფო კარზე აგემოვნებდნენ მაგას სამაგიეროდ, დიახ. ნამდვილად. ესპანელებს განსაკუთრებით უყვართ რა თუ არა გასპაჩო. ცივი წვნიანი, რომელიც წარმოშობით ანდალუზიიდან მოდის, მოგეხსენებათ და ზაფხულის აი ცხელ დღეებს განსაკუთრებულად უხდება. მისი კლასიკური შემადგენლობა გამოიყურება შემდეგნაირად: პომიდორი, კიტრი, წიწაკა, ხახვი, ნიორი, ზეთი, ძმარი და პურის ის ნამცეცები, რომელიც აი ამ ძალიან ამ სტრუქტურას შემდეგ უკვე სქელ კონსისტენციას ანიჭებს. კრემისებს, კი ბატონო. კი ბატონო. შემდეგი ეს არის ვიეტნამური წვნიანი, სახელად პოკი. და დიდი ხანია რაც ქვეყნის სავიზიტო ბარათია პოკი, მას საქონლის ან ქათმის ხორცით, ბრინჯის ლაფშით, სუნელებით, თევზის соусით, ხახვითა და ნივრით ამზადებენ. აღსანიშნავია რომ კერძის მომზადებას ხშირად 4-დან 10 საათამდე დრო სჭირდებაო. როგორც ადგილობრივები ამბობენ, დიდი ხნით ხარშვა მას უფრო გემრიელს ხდის. აი პოკი არ ვიცი, მაგრამ ალბათ 10 საათი თუ ხარშვა შეგენასვალეთ. წვნიანი კი არა, მე გამოვჩნდები. არ გაუსინჯავთ, თორე აი გემოების თამაში რომელ ასე ვთქვათ წვნიანშია. აბა. ამდენი ხანი რო ხარშავ კოლაგენია, მე კოლაგენი. აქედან გამომდინარე. კოლაგენი, რომელიც ასე საჭიროა. სოტო ბატონო არის ესეთი ტრადიციული ინდონეზიური წვნიანი და აღსანიშნავია რომ მისი 100-ზე მეტი განსხვავებული ვერსია არსებობს, წარმოიდგინე. თუმცა აი ამ კლასიკურ შემადგენლობაში ქათმის ან საქონლის ბულიონი, ბრინჯი, კვერცხი, ნიორი, ხახვი და სუნელები შედის, რომლებიც კერძს ძალიან სასიამოვნო გემოსა და არომატს აძლევს. და ესე გამოიყურება ახლა ეს წვნიანი მაყურებელიც ხედავს.